ჩვენთან წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს ქეთათო ჩარკვიანი, ერეკლე დეისაძე, გიორგი ერგემლიძე და გიგა კობალაძე, ფონდ ავტოგრაფის დამფუძნებელი. ეს არის ფონდის მორიგი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც ემთხვევა ვალენტინას. მე როგორც ვთქვი, საკმაოდ საინტერესო სინთეზი გამოდის რამდენიმე მუსიკოსის. ეს პროექტი კონკრეტულად ამ დღისთვის დაიგეგმა თუ უბრალოდ დაამთხვიეთ შემდგომ? ეს დავამთხვიეთ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მე ქეთათოსგან გავიგე ამ პროექტის შესახებ, რომ მზადდებოდა ასეთი სინთეზი. ახალი სრულიად პროექტი, რომელიც ქეთათომ შემოიკრიბა გვერდით ერეკლე და გიორგი, ჩავთვალე, რომ იყო ძალიან საინტერესო და შევთავაზე, რომ გაეკეთებინა ეს ავტოგრაფს და მინდა რომ პირველ რიგში მადლობა გადაუხადო სილკნეთს, რომლის ფინანსური ჭერთაც ეს პროექტი განხორციელდა და მათ ეს დავამთხვიეთ ვალენტინობის ღამეს. დღემდე ჯერ კიდევ მიდის რეპეტიციები და ვფიქრობ, რომ ქართულ მწერალს უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ იხილოს ეს მართლაც გემოვნებიანი ძალიან კარგი მუსიკა, რომელიც კეთდება ელექტრონული ვერსიები, მათ შორის ირაკლი ჩარკვიანის. ხო, ეს მე მეკითხა, ეს არის რაღაც ახალი საავტორო პროექტი, თუ ითვალისწინებს რაიმე სინთეზს? შესაძლოა მე და ირაკლი მუშაობდით, ანუ იყო დუეტები, იყო ჩემი სიმღერები და ეხლა ამ ეტაპზე, ანუ ბიჭებთან, ჩვენ ჯგუფს ქვია პროექტ Digital Twins, ვაკეთებ, თქვა ჩემს სიმღერებს, რამოდენიმე ირაკლის ძალიან ცნობილი სიმღერაც რა თქმა უნდა იქნება და რაც თავარია ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ახალი ჟღერადობით და
აი დღევანდელ დღეს ეხმიანება, ანუ ის თქვა რაც იყო ჩანაწერები, სულ სხვა რაღაცაა და ეს არის განსხვავებული, პლუს ამას ემატება, რა თქმა უნდა, არანჟირება და ერეკლეს ვოკალი. ერეკლეს ვოკალი და ალბათ აქტიური მონაწილეობა ტექსტუალურ ნაწილში ერეკლე თქვენი ტექსტებია ჩემ შემთხვევაში უფრო ჩემი პოეზიის გადათამაშებული ვერსია, რაღაც ირაკლის რამდენიმე სემპლები არის გამოყენებული და თან არის სრულიად ახალი სიმღერებიც გვაქვს, რომლებიც მარტო ჩვენია და ანუ არ ეხმიანება ძველ ირაკლის რაღაც სიმღერებს. ან სრული თავისუფლება და ჰარმონია გვაქვს მუშაობის პროცესში და აბსოლუტურად ისე მიდის ყველაფერი რაღაც ერთი დინებით თავისუფლად და ჩემ შემთხვევაში მაინც ყოველთვის ტექსტია მთავარი, რომ რას ეუბნები მსმენელს და რა მესიჯის გაკეთება გინდა და აი ამის საშუალება ამ პროექტში მეძლევა და შესაბამისად ძალიან კომფორტულად მუშაობ გიორგისთან და ქეთათოსთან. ხო, რაღაც მე მგონი ამ ნიშნით შეიკრიბეთ რაღაცა თავისუფლების ხარისხი. იგივე მოზარდები, ზრდასრული ადამიანები ზუსტ ანუ ჩვენ დამოკიდებულებას გაიგებენ ამა თუ იმ საკითხისადმი. იგივე რამოდენიმე სიმღერა არის ისეთი, სადაც თქვა რაღაც მოწოდებითი ხასიათიც აქვს, ხო? და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უბრალოდ გემღერება და მღერი ეს ერთია, მაგრამ რაღაც კონკრეტული მესიჯი უნდა მოდიოდეს. გიორგი, თქვენი ასე ვთქვათ მონაწილეობაც ამ პროექტში რაღაც განსხვავებულ ჟანრში მაინც, იმიტომ რომ შეიძლება მსმენელი გიცნობთ თქვათ სხვა საავტორო სიმღერებით და სხვა შესრულებული კომპოზიციებით. პირველად მოსინჯეთ, ბედი თქვათ ასე ელექტრონული მუსიკის ჟანრში თუ დიდი ხანია მუშაობთ? არა, იცით როგორ არის, საერთოდ ჟანრში სამ ჩარჩო, ანუ შეგვიძლია რაღაცებით მიცნობენ, მაგრამ ექსპერიმენტის სულ მიყვარს, ანუ სულ რაღაცას ვაკეთებ და ანუ ეს ელექტრონიკა საკმაოდ დიდი ხანია ვაკეთებ, უბრალოდ ხალხმა არ იცის ის, რასაც ვაკეთებ, ხო და აი მე და ეკოს მქონდა მანამდე გაკეთებული რამოდენიმე ერთობლივი სიმღერა ელექტრონულ ჟანრში, ხო და მე ეკომ უთხრა ქეთათოს ჩემზე რომ აი გიორგიო გააკეთებსო კარგათო და მე ქეთათო მოვიდა და ესე ერთად ჰაერივით წყალივით წავიდა. დავლიეთ. ეს მნიშვნელოვანია აუცილებლად. ანუ აი თითო ამოსვლა ქეთათოსზე ერთი სიმღერა მზად იყო, ანუ ეს იყო ყველაზე მაგარი პროცესი. კი, ეს ოპ და ზადა. ისეთი არის. ისე მე მოსაფრთხილებელია სამომავლოდ. ძალიან გამიადულდა ამ ბიჭებთან მუშაობა და რა არის, იცი თან როდესაც შენ საქმეში პროფესიონალი ხარ, ამაზე ლაპარაკი. ადვილად ხვდები სხვა ადამიანს რა უნდა, რისკენ შეიძლება წაიყვანო კონკრეტული ტრეკი და ამიტომ ძალიან კაია, ადვილია მათთან მუშაობა. და ეს არის ძალიან დიდი და გემოვნებაში უნდა იყოს თანხმეტრა. ამ მგონი ძალიან იცი ხო, ზოგჯერ არის ისეთი მომენტი, ზოგჯერ არის რა რაღაც ხუმრობაში ძალიან სასაცილო რაღაც ზუსტად ეგ ფიქსირდება და საერთოდ მუსიკა და ხელოვნების ყველა დარგი თუ რაღაც გარკვეულ კლიშეებს არ ანგრევს და აი ის რაც მიუღებელია მისაღები თუ არ ხდება, მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს. ზუსტად კონკრეტული ემოციების გაჟღერება იმ მომენტში რა დუხსაც ვარ და იქ შეიძლება იყოს ძალიან რომანტიკული დუხი და ხასიათის კომპოზიცია, შეიძლება იყოს რაღაცა ხო ისეთი რა დუხიანიც და რაღაც სლოგანური მესიჯებიც გვაქვს უკვე რამდენიმე სიმღერაში, რომელიც პრეტენზია გვაქვს რომ ანდაზებად იქცევა. ნახან ესეთი წვა არის შემოქმედებითი გიგა, გიფიქრიათ ალბათ იმაზე, რომ თქვა ერთი საღამოს ფარგლებში არ დარჩეს ეს პროექტი. თუ იგეგმება ალბომის გაკეთება, რა თქმა უნდა, მე ნახან ავტოგრაფის ქვეშ. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმდენად საინტერესოა ეს პროექტი და ახალია ქართველი მსმენელისთვის, რომ მარტო ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი კონცერტი და შემდეგ აღარ შეიძლება მას მიეცეს სხვა განვითარებაც, იგივე DVD, CD და ასე შემდეგ და ამაზე ეს გვიჩვენებს ამას ეს კონცერტის, ეს არის პირველი კონცერტი, რომელიც ესეთი მასშტაბით ტარდება და გვაქვს იმედი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამით და ნახავს. ანუ იმის რესურსი მაგ კონცერტს აქვს, რომ მე დისკის გაკეთდეს, ხო ალბათ? კი, აქვს, მე ვფიქრობ, რომ აქვს ამის რესურსი, იმიტომ რომ ეს არა მარტო ცოცხლად მოსასმენია კარგად, არამედ საკმაოდ კარგი იქნება მოусმინო სხვადასხვა ადგილს,
სპორტში მანქანაში. ანუ შეიძლება სიტყვები კარგად ვერ გაიგონო და იქ მე კარგად გაიგონებ უკვე რას მეუბნებიან. რადგან მასშტაბზე ვსაუბრობ, სად ხდება ეს მე მგონი? ეს ხდება event hall-ში 13-ის ღამეს, საღამოს 11-ის ნახევარზე დაიწყება კონცერტი. დასწრება იქვე გაიყიდება ბილეთები, წინასწარ არ ყიდით, მაინც კლუბური სისტემით მივდივართ და ემთხვევა დავამთხვიეთ უпростоრედ ვალენტინობის ღამეს. როდესაც დგება ვალენტინობის ღამე. რაც თავარია ეს კლუბური სისტემით მივდივართ, ხო გიგამ აღნიშნა, ანუ კონცერტებზე ვართ მიჩვეული, დავდივართ თქვა დარბაზში, თქვა საღამოს 8 საათზე და ასე შემდეგ. თქვა არის კატეგორია ხალხის, რომლებიც დადის კლუბებში. მე მაგალითად კლუბებში დავდივარ ხშირად და სულ სხვადასხვა სეგმენტებია და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად შერწყმა მოხდა. ფაქტიურად აი ამ ორი სეგმენტის, იმიტომ რომ ელექტრონიკა არ გულისხმობს მხოლოდ თქვათ აი ამ მუსიკალურ ასე თქვათ ამ ერთი და იგივე ბიტებს, შეიძლება იქ რაღაც გარკვეულწილად ლირიკა დაადო და იყოს საინტერესო, ოღონდ რა თქმა უნდა მინიმალისტური უნდა იყოს და ხა ვოკალის ჩახუჭუჭება არ არის საჭირო მოვეტონია ერთის მხრივ, მაგრამ ანუ აი ამ ორი სხვადასხვა სეგმენტის გაერთიანება ხდება ფაქტიურად და თავისთავად მუსიკა, პოპ მუსიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ გინდა ელექტრონიკაში გადაათამაშო, რაშიც გინდა და ეს არის პოპ მუსიკა. პოპ მუსიკა და რა თქმა უნდა აქვს რაღაც გარკვეული რაღაც სიმღერები არის, რომელიც პირდაპირ პოპში არ ჯდება, მაგრამ ძირითადად პოპია. პოპ ელექტრონიკა. ამ პოპიაშვილია კეთათ. და შესაბამისად თქვათ სამი მუსიკოსის გულშემატკივრების შეკრების ადგილიც იქნება. და როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ მაინც ამ პროექტს საბოლოოდ? თავარია მუშაობის პროცესში მე იმდენ სიამოვნებას ვღებულობ, რომ აი ეს არის ჩემთვის პრიორიტეტული. დანარჩენი ერთ და ორ ადამიანს თუ მოეწონა და 10-ად თუ მოეწონა, ეს უკვე ძალიან კარგია, მაგრამ თავარია მე მსიამოვნებ და საბებობ. მგონია იყოს ერთჯერადი digital twins, რომელიც გააკეთდა, შეიძლება ჩამოყალიბდეს და იქცეს შემდეგ უკვე ჯგუფად, რომელიც გააკეთეს მომავალში კიდევ ბევრ. იცი რა, რეპეტიციაზე როცა რაღაცა თანხwebdriver არის და ნელ-ნელა დღეები გაჩვენებს იმას, რომ ეს შენიანები არიან და ერთ ენაზე ლაპარაკობთ და ქმნით იმას უსიტყვოდ, რაცაც აკეთებთ, ის აუცილებლად გამოიყოფს მე შედეგს და აუცილებლად საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მარტო მე მაინტერესებს, ეს არ ხდება მარტო მე მაინტერესებს, იმდენად საინტერესო არის, რომ ეს აუცილებლად გადაეცემა ხოლმე მაყურებელს. კეთების პროცესში შენ ხარ დახარჯული და მაქსიმალურად ანუ ბედნიერი, ეს გადამდებია რა თქმა უნდა და პირველ ყოვლისა პროცესი უნდა იყოს ესეა. მაშა, ასე შეგიძლიათ ვალენტინობის ღამეს შეხვდეთ event hall-ში, მოусმინოთ კარგ მუსიკას, გაიზიაროთ ამ არაჩვეულებრივი მუსიკოსების სათქმელი, რომელიც მათ ამ პროექტშია. თქვენ დიდი მადლობა სტუდიაში წარმატებისთვის. სამეთში ბევრი სექსი და სიყვარული. ხა მაინც თავისი. ხვალამდე.